მოგესალმებით, მე ვარ ნინი, მენტალური ზრდის აკადემიის მენტორი და დღევანდელ ვიდეოში გავაგრძელებთ ჩარლზ ენელის სურვილების ასრულების მასტერ გასაღების გაკვეთილების განხილვას. განვიხილავთ რიგით მეოთხე გაკვეთილს, რომლის სათაურიც არის შედეგიდან მიზეზამდე. შეგახსენებთ, რომ ამ წიგნის წინა გაკვეთილები განხილულია ჩვენს YouTube არხზე და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მათაც უყუროთ. შესავალი. მეოთხე თავი აგიხსნით, თუ ის, რასაც ფიქრობთ, ან აკეთებთ, ან გრძნობთ, რატომ მიუთითებს იმაზე, რაც თქვენ ხართ. აზრი არის ენერგია, ხოლო ენერგია არის ძალა და სწორედ იმის გამო, რომ ყველა რელიგია, მეცნიერება და ფილოსოფია, რომლებსაც დღემდე იცნობდა სამყარო, ეფუძნებიან ამ ენერგიის გამოვლენას და არა თვით მას. ამის გამო ჩვენს რელიგიაში არის ღმერთი და ეშმაკი. მეცნიერებაში კი არის დადებითი და უარყოფითი, ფილოსოფიაში ცუდი და კარგი. მასტერ გასაღები პროცესს საწინააღმდეგო მხარეს აბრუნებს. ამ სისტემას მხოლოდ მიზეზი აინტერესებს და მოწაფეებისგან მოსული წერილები შესანიშნავ ისტორიებს გვიყვებიან. ისინი დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ მოწაფეები პოულობენ მიზეზებს და ამგვარად იძენენ ჯანმრთელობას, ჰარმონიას, სიუხვესა და ყველაფერს დანარჩენს, რაც სჭირდებათ მათ კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის. როგორც იცით, წიგნის სურვილების ასრულების მასტერ გასაღები შეიქმნა 1912 წელს. მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო წიგნის ბეჭდური ვერსია და ჩარლზ ენელის მოსწავლეებს ფოსტით ეგზავნებოდათ თითო გაკვეთილი. ერთი კვირის გასვლის შემდეგ მოსწავლეები უბრუნებდნენ ავტორს პასუხს და სანაცვლოდ იღებდნენ ახალ გაკვეთილს. სწორედ ამაზე საუბრობს ჩარლზ ენელი, როდესაც ამბობს, რომ მასტერ გასაღები მთლიან პროცესს საწინააღმდეგო მხარეს აბრუნებს, რადგან მას უკვე ჰქონდა შედეგები, რომლებიც მისი მოსწავლეების უკავშირით მიიღო. ავტორი ამბობს, რომ მისი მოსწავლეები იძენენ ჯანმრთელობას, ჰარმონიას, სიუხვეს და ყველაფერს დანარჩენს, რაც სჭირდებათ მათ კეთილდღეობისთვის და ბედნიერებისთვის. და სწორედ ამას გვპირდება სისტემა, თუ სრულ კურსს გავივლით, ანუ სავარჯიშოებს შევასრულებთ 24 კვირის განმავლობაში, ჩვენ მივიღებთ ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა პირობას. შესავალში ავტორი ასევე საუბრობს იმაზე, რომ მთავარი საძებნი, ანუ საკვლევი ობიექტი არის მიზეზი. და სამწუხაროდ არც ფილოსოფოსები, არც რელიგია, არც მეცნიერები არ ეძებენ მიზეზებს და ისინი ცდილობენ დაახარისხონ სამყარო ორი საპირისპირო შეხედულებებით, მაგალითად კეთილი და ბოროტი, ცუდი და კარგი, ღმერთი და ეშმაკი. ავტორი ეწინააღმდეგება ამ აზრს და ამტკიცებს, რომ ყველაფრის თავი არის მიზეზი და ერთადერთი, რასაც უნდა ვეძებდეთ, ეს არის მიზეზები, საიდანაც გაჩნდნენ ჩვენი პრობლემები. ახლა კი დროა გადავიდეთ თეზისებზე. თქვენი მე არ არის ფიზიკური სხეული. სხეული ეს მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც იყენებს მე თავისი მიზნების მისაღწევად. პირველივე თეზისში ავტორი გვეუბნება, რომ ის, რაც ჩვენი თავი გგონია, სინამდვილეში ის არ არის. ანუ მე არ არის ეს სხეული. სხეული არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელსაც მე იყენებს საკუთარი საჭიროების მიხედვით. მე არ შეიძლება გონებაც იყოს, რადგანაც გონება სულ სხვა ინსტრუმენტია, რომელიც მესთვის აუცილებელია, რათა იფიქროს, განსაჯოს და დაგეგმოს. ესე იგი, სხეულიც არ არის და გონებაც არ არის. მაშინ ვინ არის ის, ვინც ფიქრობს? და თუ მე ის არის, ვინც ფიქრობს, ფიქრის უკან რომ კიდევ ფიქრი ალბათ შეგიმჩნევიათ. აი იმას ვინ ფიქრობს? და ამ დროს უნდა გაჩნდეს ძალიან ბევრი კითხვა. ვინ ვარ მე სინამდვილეში? არ ვარ ფიზიკური სხეული, არ ვარ გონება. მაშ ნეტავ ვინ ვარ? მე უნდა იყოს რაღაც, რაც მართავს სხეულსაც და გონებასაც. რაც მართავს მათ, განსაზღვრავს თუ რას გააკეთებენ ისინი და როგორ იმოქმედებენ. საკუთარი მეს ჭეშმარიტი ბუნების გაცნობიერებით თქვენ შეძლებთ თქვენთვის მანამდე უცნობი ძალის შეგრძნებით სიამოვნებას. ანუ მე ყოფილა ის, ვინც მართავს სხეულს და მართავს გონებას. და თუ მე ვისწავლი, ვინ არის ეს მე მივიღებ საკუთარი არსებობის გაცნობიერებით სიამოვნების შეგრძნების საშუალებას.
თქვენი პიროვნება ყალიბდება ურიცხვი ინდივიდუალური მახასიათებლებისგან, თავისებურებებისგან, ჩვევებისგან, ხასიათის თვისებებისგან. ისინი თქვენი აზროვნების წინა ხერხის შედეგის არსია, მაგრამ არაფერი არ აქვთ საერთოდ ნამდვილ მესთან. აჰა, ესე იგი, ჩემი პიროვნებაც არ ყოფილა მე, რადგან ჩემი პიროვნება ყალიბდება გამოცდილებებისგან, ჩვევებისგან, ხასიათისგან, წარსულისგან და თურმე ამ პიროვნებას საერთოდ არ ქონია არაფერი კავშირი იმასთან, ვინც ვარ სინამდვილეში. როცა თქვენ ამბობთ, მე ვფიქრობ, თქვენი მე ეუბნება გონებას თუ რა უნდა იფიქროს. როცა ამბობთ, მე მივდივარ, თქვენი მე ეუბნება ფიზიკურ სხეულს სად წავიდეს. მეს ნამდვილი ბუნება სულიერია. და ესაა რეალური ძალის წყარო, რომელიც მოდის ადამიანებთან, როცა ისინი აცნობიერებენ თავიანთ ჭეშმარიტ არსს. მაშ მე არ ყოფილვარ სხეული, მე არ ყოფილვარ გონება, მე არ ყოფილვარ ის პიროვნება, რომელსაც ვიცნობ. მე ვყოფილვარ სულიერი არსება და სწორედ ამის გაცნობიერება არის რეალური ძალის წყარო. იმის გაგება, რომ შენ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე ეს ავატარია. იმის გააზრება, რომ ეს ფიქრები სრულებითაც არ არის შენი და არ ხარ შენ, ძალიან დიდ შესაძლებლობებს გაძლევს. ხვდები რა, რომ შენ ხარ სულიერი არსება და იმაზე მეტი ძალა გაქვს, ვიდრე აქამდე გეგონა. უდიადესი და ყველაზე შესანიშნავი ძალა, რომელიც აქვს მეს, ეს არის აზროვნების ძალა. თუმცა ცოტა მიცის თუ როგორ უნდა იაზროვნოს შემოქმედებითად, ანუ სწორად. და ამიტომ ადამიანები ჩვეულებრივ აღწევენ მხოლოდ უმნიშვნელო შედეგებს. ადამიანების უმეტესობა საკუთარ აზრებს აძლევს ეგოისტურ აზრებზე კონცენტრირების უფლებას. ეს არის ინფანტილური აზროვნების გარდაუვალი შედეგი. როცა გონება იზრდება, მას ესმის, რომ ყოველ ეგოისტურ აზრში არის დამარცხების მარცვალი. ესე იგი, იმ არსებას, იმ სულიერ მეს, რომელსაც ქონია ასეთი ძალაუფლება, სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი საქმიანობის განხორციელება და ეს საქმიანობა აზროვნებაა. აზროვნება, ოღონდ სწორი აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ჭეშმარიტ აზროვნებასაც. და ჩვენი მიზანია ამ კურსის ფარგლებში ვისწავლოთ სწორი აზროვნება. იმისთვის, რომ იმაზე მეტი შედეგები დავდოთ, ვიდრე აქამდე ვდებდით, ან იმაზე მეტად განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები, ვიდრე აქამდე გვქონდა. გავარჯიშებულმა გონებამ იცის, რომ ყოველმა გარიგებამ სარგებელი უნდა მოუტანოს ყველას, ვინც ასე თუ ისე მასშია ჩართული და სხვისი სისუსტის, არ ცოდნის ან გაჭირვების ხარჯზე გამდიდრების ყოველი მცდელობა არ მოქმედებს მის სასარგებლოდ. ეს ხდება იმიტომ, რომ ინდივიდუმი სამყაროსეული გონის ნაწილია. ნაწილი არ შეიძლება დაუპირისპირდეს არანაირად სხვა ნაწილს. პირიქით, თითოეული ნაწილის კეთილდღეობა დამოკიდებულია მათ მიერ მთლიანის ინტერესების აღიარებაზე. ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი თეზისია მე-6 და მე-7, რომელიც გვეუბნება, რომ გავარჯიშებულმა გონებამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გარიგებამ სარგებელი უნდა მოუტანოს მასაც და სხვასაც. ანუ საქმიანობას, რომელსაც მე დღეს ვეწევი, სარგებელი უნდა მომიტანოს მეც და სხვასაც. თუ მე ჩემი საქმიანობით ვინმეს მოვატყუებ, შევეცდები ვინმე გავაცურო, დავაღალატო, ან მოვატყუო, თუნდაც ეს მე იმ მომენტში გამომივიდეს, აუცილებლად დავზიანდები ისევ მე. იმიტომ, რომ ინდივიდუმი, ანუ მე, არის სამყაროსეული ნაწილი. და ყოველ ადამიანში არის ეს სამყაროსეული გონი, ანუ მეც, შენც და სხვებიც ვართ თანაბრად დაჯილდოებული იმ ღმერთის ენერგიით, რომელიც დაბადებიდან თან დაგყვა როგორც სულიერ არსებებს. და თუ იმას გავაცნობიერებთ, რომ ნაწილი არ შეიძლება დაუპირისპირდეს არანაირად სხვა ნაწილს, მიხვდებით, რომ მე და შენ ერთნი ვართ. ისევე როგორც ხელზე მოცემული 5 თითი ჩვენია. ეკუთვნის ჩვენს სხეულს. სწორედ ასე ეკუთვნის თითოეული ადამიანი ამ სამყაროს და ღმერთს. ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვისი ცხოვრების ხელყოფისა, არ გვაქვს უფლება სხვას წავართვათ, დავაღალატოთ, ვატკინოთ, რადგან ამ სამყაროში არაფერი არ იკარგება. რასაც გავცემთ, იმას მივიღებთ. ეს ჩვეულებრივი კანონია. როგორც დედას არ მოსწონს შვილებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაცია, ისე ღმერთისთვის მიუღებელია ადამიანებს შორის არსებული უთანხმოებები.
ის, ვინც ამ პრინციპს აღიარებს, უდიდეს უპირატესობას მიიღებს ცხოვრებაში. ის თავის თავს არ ფიტავს. მას ადვილად შეუძლია აღმოფხრას მოხეტიალე ფუჭი აზრები. ის ყოველთვის მზად არის მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინოს ნებისმიერ საგანზე. ის არ კარგავს დროს, არც ფულს იმაზე, რაც მას სარგებლოს არასდროს მოუტანს. ანუ იმის გაცნობიერება, რომ ამ სამყაროში ყველა ერთნი ვართ და ჩვენ თითოეული ჩვენგანი უნდა ვზრუნავდეთ როგორც საკუთარ კეთილდღეობაზე, ასევე სხვაზე და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაც სხვას დავეხმაროთ და ფული მივცეთ და ვაჩუქოთ რაღაცა. აქ იგულისხმება ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი ყველა სხვა ადამიანის მიმართ და არ უნდა ვუსურვოთ მათ არაფერი ცუდი და ამასთან არც კი უნდა ვიფიქროთ, რომ სხვა ადამიანს რამე ცუდი გავუკეთოთ. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აქამდე არასაკმარისად ცდილობდით. დადგა მცდელობის დრო. შედეგი პირდაპირ იქნება დამოკიდებული თქვენს მცდელობებზე. აი თქვენ ძალიან ძლიერი აფირმაცია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისყოფის გაძლიერებისთვის და თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების გაცნობიერებისთვის. მე შემიძლია ვიყო ის, ვინც მინდა რომ ვიყო. მეცხრე თეზისი გვეუბნება, რომ თუ თქვენ ახლა გიჭირთ იმის გაცნობიერება, რომ სხვა ადამიანისთვის კეთილდღეობა უნდა გსურდეთ, თუ თქვენ გიჭირთ თქვენი ზრახვების, ბოროტული ქცევების, შურის, ბოღმის შეკავება, ეს შეიძლება ბუნებრივიც იყოს. გამომდინარე იქედან, რომ აქამდე თქვენ არ იცოდით იმის შესახებ, რომ სამყარო ერთიანია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ერთიანობის გააზრება. მაგრამ ახლა რახან გაიგეთ, უკვე აღარ უნდა შეწყვიტოთ ამის მცდელობა და იმის მიხედვით თუ როგორ შეეცდებით ყველა ადამიანის პატივისცემა ისწავლოთ, გაძლიერდება თქვენთან სხვადასხვა სიკეთეების შემოდინება. და იმისთვის, რომ ეს შეძლოთ, ავტორი გვთავაზობს ძალიან ძლიერ აფირმაციას. შენ შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა რომ იყო. ანუ ამ აფირმაციის გამეორებით, როდესაც ამბობ, შენ შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა რომ იყო, გონებაში უნდა წარმოგესახოს იმ პიროვნების ვიზუალი, ხასიათი, ქცევები, ჩვევები, რომელიც გინდა რომ გახდე 5 წლის განმავლობაში. და გამომდინარე იქედან, რომ შენ უკვე იცი, რომ სამყარო ერთიანია და რომ ყოველდღე უნდა თესო სიკეთე, შენ თავისთავად მოგინდება რომ იყო ძალიან კეთილი ადამიანი, უყვარდე ყველას და გიყვარდეს ყველა. ხოლო ვიზუალიზაციისას, როდესაც საკუთარ თავს წარმოიდგენ, აუცილებლად მიამატე ეს ელემენტი. მიყვარდეს ყველა და ვუყვარდე ყველას. ანუ ვიყო პატივსაცემი, დაფასებული, აღიარებული პიროვნება, რომელსაც უყვარს საკუთარი თავიც და გარშემომყოფი ყველა და ყველაფერი. შეგიძლიათ ეს აფირმაცია ხშირად გამოიყენოთ. მახსოვს პერიოდი, როდესაც მაცივარზე მქონდა დიდი ასოებით გაკრული ეს ფრაზა და როგორც კი თვალს მოკრავდი ამ აფირმაციას, ყოველთვის წარმომიდგებოდა ის ნინი, რომელიც ახლა თქვენს წინაა. იყო დრო, როდესაც არ ვიყავი ასეთი მშვიდი, ასეთი ლაღი, ასეთი ბედნიერი, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობით, აფირმაციების ვარჯიშების გამოყენებით, მე ცხოვრების ძალიან ბევრ მწვერვალს მივაღწიე. ხო და მე თუ შევძელი, თქვენ შეძლებთ, აუცილებლად გამოიყენეთ. ვაგრძელებთ თეზისებს, ისარგებლეთ ამ აფირმაციით, ისარგებლეთ მისით მუდამ, დილით და საღამოთი. ასევე ყოველთვის, როცა გაიხსენებთ მას დღის განმავლობაში, ისარგებლეთ ამ აფირმაციით, სანამ იგი თქვენს ნაწილად არ იქცევა. გამოიმუშავეთ საკუთარი თავისთვის ასეთი სასარგებლო ჩვევა. თუ ამას არ გააკეთებთ, აჯობებდა საერთოდ არ დაგეწყოთ ეს კურსი. თანამედროვე ფსიქოლოგია ამტკიცებს, რაიმეს დაწყებით და ბოლომდე არ მიყვანით, ან გადაწყვეტილების მიღებით და მისი შეუსრულებლობით, ჩვენ ვქმნით დამარცხების ჩვევას. სრული სამარცხინო დამარცხების ჩვევას. თუ არ აპირებთ რაიმეს გაკეთებას, ნუ დაიწყებთ. თუ დაიწყებთ, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე. თავზე ცაცრომ დაგეცეთ, თუ რაიმეს გაკეთება გადაწყვიტეთ, გააკეთეთ. ნუ რავის და ნუ რაფერს, ნუ მისცემთ ხელის შეშლის უფლებას. მე თქვენში დადგინდა, ყველაფერი გადაწყვეტილია, კენჭი იყარა, მეტი არანაირი დავა და არანაირი შეპასუხება. მე-12 თეზისი გვასწავლის იმას, რომ თუ საქმეს დავიწყებთ, ის აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მიტოვებული, გადადებული საქმეებით ჩვენ ყოველ ჯერზე ვქმნით დამარცხების პრეცედენტს. ანუ გონებას ვაჩვევთ იმას, რომ არ გამოგვივიდა, ვერ შევძელით და ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ სუსტები ვართ.
როდესაც ადამიანი იაზრებს, რომ ბევრჯერ არ გამოუვიდა, ბევრჯერ თავიდან დაიწყო, ვერ შეძლო საქმის ბოლომდე მიყვანა, მისი мотиваცია ძალიან ეცემა. უკვე იცდება სასიცოცხლო ენერგიები, ხდება არაშრომის უნარიანი. ამიტომ სანამ რაიმეს კეთებას დაიწყებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით, ხომ შეძლებთ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას და როდესაც გადაწყვეტთ, რომ ნამდვილად მიიყვანთ დაწყებულს ბოლომდე, მხოლოდ ასეთ დროს დაიწყეთ რაღაცა ახლის კეთება. ეს არაა მხოლოდ თეორიული დასკვნა, ეს არის ფაქტი, რომელიც საუკეთესო მოაზროვნეების მიერაა მიღებული, როგორც რელიგიის, ისე მეცნიერების სფეროში. მეცნიერება პოულობს მხოლოდ ყველგან არსებულ მარადიულ ენერგიას. რელიგია კი ხედავს მას, ხედავს ძალას, რომელიც ამ ენერგიის უკან დგას და ათავსებს მას ადამიანების შიგნით, მაგრამ ეს ხომ სულაც არ არის ახალი აღმოჩენა. ბიბლიაში იგივე არ წერია? და განა მისი ენა დამაჯერებელი და მარტივი არ არის? განა არ იცით, რომ თქვენ ხართ ღვთის ტაძარი და ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ეს არის სწორედ შინაგანი სამყაროს შესანიშნავი შემოქმედებითი ძალის საიდუმლო. მაგრამ როცა ისწავლით საკუთარი თავის მართვას, იპოვით შინაგან სამყაროს, რომელიც გარე სამყაროს მართავს, თქვენ შეუდარებლები გახდებით. ადამიანები და საგნები გამოეხმაურებიან თქვენს ყველა სურვილს, თქვენი მხრიდან ყოველგვარი ხილული ძალისხმევის გარეშე. ეს არც იმდენად უცნაურია და შეუძლებელი, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. თუ გაიხსენეთ, რომ შინაგან სამყაროს მართავს მე და ეს მე უსასრულო მეს ნაწილია, რომელიც არის სამყაროსეული ენერგია, ანუ სული, რომელსაც ჩვეულებრივ ღმერთს უწოდებენ. და ნახეთ, რა სასიამოვნო აღმოჩენაა. გავიგეთ, რომ ჩვენ ვართ სულიერი არსებები და ჩვენში ცხოვრობს სამყაროსეული გონი, იგივე ღმერთის ენერგია. და ბიბლიაში ნახეთ, რას გვიწერენ? განა არ იცით, რომ თქვენ ხართ ღვთის ტაძარი და ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ანუ ჩვენ ვართ ღვთის ტაძარი და ღვთის სული ცხოვრობს ჩვენში. და სწორედ ამის აღიარება, ამის შეგრძნება, ამის მოსმენა, რომ შენში არის ღმერთი, გაძლევს საშუალებას შენი შინაგანი სამყაროს შემოქმედებით ძალას ეზიარო. ეს არის ძალის საიდუმლო და ჩვენ არ შეგვიძლია გავცეთ, თუ არ მივიღებთ. არ შეგვიძლია დახმარება, თუ ძლიერები არ ვართ. რაც უფრო მეც გავცემთ, მით უფრო მეც მივიღებთ. ჩვენ უნდა გავხდეთ არხი, რომლითაც სამყაროსეულ გონს შეეძლება საკუთარი საქმიანობის განხორციელება. სამყაროსეული გონი ცდილობს გამოხატოს საკუთარი თავი, იყოს სასარგებლო და ეძებს არხს, რომლითაც შეძლებს მაქსიმალური საქმიანობის განხორციელებას და ყველაზე მეტი სიკეთის გაკეთებას, რომლის საშუალებითაც შეძლებს კაცობრიობისთვის ყველაზე მეტი სარგებლის მოტანას. გავიაზრეთ რა ის, რომ ჩვენში არის ღმერთის სული და ჩვენ ვართ ღვთის ტაძარი, გავიგოთ უნდა ისიც, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის საშუალებით შეუძლია ღმერთს გამოხატოს საკუთარი თავი. ანუ ჩვენ ვართ არხი, რომლითაც ღმერთი გამოხატავს თავის უფლებებს თუ ძალაუფლებებს. ანუ ჩვენ ვართ არხი, რომელშიც მოედინება ეს ღმერთის ენერგია და ჩვენი ქმედებებით, ჩვენი საუბრით, ჩვენი ქცევით გამოიხატება ის უდიდესი ენერგია, რასაც ღმერთის ენერგია ქვია. მენტალური ზრდის აკადემიის ლაივებზე ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ ადამიანები ვართ ღმერთის ხელები და ღმერთი მოქმედებს ჩვენით. და თუ ჩვენ ვისწავლით ამ ენერგიის გატარებას, თუ ვისწავლით სწორად მიღებას იმ წყალობისა, რასაც ღმერთის ენერგია ქვია და მას გამოვიყენებთ სწორად, ეს იქნება ადამიანური სულისთვის შესრულებული უმაღლესი მისია. იმაზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენ ვისწავლით, როგორ გავატაროთ ჩვენს სხეულში ღვთის ძალა და ენერგია და აქედან გამომდინარე ვიმოქმედოთ. ზუსტად ამას გვასწავლის ჩვენი რელიგია, რომ გიყვარდეს მტერი შენი, რომ რასაც დათეს, იმას მოიმკი და მრავალი სხვა, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში უნდა დავნერგოთ. უნდა ვისწავლოთ რეალურად სწორი ცხოვრება და სწორი აზროვნება. და ეს რომ ვისწავლოთ, აუცილებელია ტვინი დავასვენოთ და მივცეთ იმ ენერგიას შემოსვლის უფლება. მანამ სანამ ჩვენი არხი გასაწმენდია, მანამ სანამ დაბინძურებული ვართ
ნეგატიური ინფორმაციებით, ალბათ ამ ენერგიას შემოდინება გაუჭირდება, ან შემოდინდება და ისე ვერ გამოვლინდება, როგორც საჭიროა. სწორედ ამიტომ აუცილებელია ჩვენი მენტალური სახლის დალაგება და სუფთავება, რომ ის სუფთა ფაქიზი ენერგია, რასაც ღმერთის ენერგია ქვია, თავისუფლად შემოდინდეს ჩვენში. და ნახეთ, სამყაროსეული გონი იგივე ღმერთი თქვენი საშუალებით ვერ გამოიხატება, სანამ თქვენ ხართ დაკავებული საკუთარი გეგმებით, საკუთარი მიზნებით. დაამშვიდეთ გრძნობები, ეძებეთ შთაგონება, კონცენტრირება გაუკეთეთ აზრობრივ საქმიანობას თქვენს შიგნით, იცხოვრეთ ყოვლისშემძლესთან თქვენი ერთიანობის გაცნობიერებით, დაფიქრდით ურიცხ შესაძლებლობებზე, რომლებთანაც გაქვთ წვდომა ძალის ყველგან მყოფობის საშუალებით. ეს მენტალური საქმიანობა მიეკუთვნება შინაგან სამყაროს, მიზეზების სამყაროს, მდგომარეობები და გარემოებები კი, რომლებიც შედეგად მიიღებიან, ეს არის არსი. აი ასე ხდებით შემოქმედნი. ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა და რაც უფრო ამაღლებული, დახვეწილი და მასშტაბური იდეებით აივსებით, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ეს საქმიანობა. ეს თეზისები გვასწავლის იმას, რომ ჩვენ თუ გვინდა ჩვენში დავამკვიდროთ ღმერთის ენერგია, აუცილებელია მოვიცალოთ ამისთვის, დავამშვიდოთ ჩვენი გონება, მოვეშვათ მუდმივად დაგეგმვას, არსულის ქექვას, მომავალზე შიშს და უბრალოდ დღეში 15 წუთი გამოვნახოთ საკუთარი თავისთვის და ჩავაბრუნოთ ჩვენი ყურადღება შინაგან სამყაროში. ხოლო პრაქტიკულად ეს როგორ უნდა განვახორციელოთ, ჩვენ ვარჯიშის დროს ვისწავლით. აზრი მოძრაობის სახეა. იგი ვიბრაციის კანონის თანახმად ზუსტად ისევე გადაიტანება, როგორც შუქი და ელექტრობა. მას აცოცხლებენ ემოციები, ხოლო სიყვარულის კანონის თანახმად ფორმას და გამოხატულებას მას ძენს ზრდის კანონი. იგი სულიერი მესპროდუქტია. შესაბამისად, მისი ბუნება ღვთაებრივი, სულიერი და შემოქმედებითია. როგორ უნდა გამოვიწვიოთ საკუთარ თავში რწმენა, სიმამაცე, გრძნობა, რომელიც სურვილის ასრულებამდე მოგვიყვანს? პასუხი ერთია: ვარჯიშის გზით. აზრის ძალა მიიღწევა ზუსტად ისევე, როგორც სხეულის ძალა ვარჯიშით. ბოლოს გავიაზრეთ ის, რომ უნდა მოვიცალოთ საკუთარი თავისთვის, მოვდუნდეთ და ჩვენი ყურადღება მოვაშოროთ წარსულს, აწმყოში რაღაც გეგმების დალაგებას, მომავალზე შიშს და ეს ყურადღება უნდა ჩავაბრუნოთ ჩვენ შიგნით. აი ეს ფიქრები, ემოციები, რომელსაც ჩვენ წარმოვისახავთ თვალდახუჭულ მდგომარეობაში, ანუ ვიზუალიზაციის დროს, აუცილებლად უნდა იყოს გრძნობებით გამსჭვალული. თუ წარმოსახვას არ ახლავს ძლიერი გრძნობა, ამ წარმოსახვას არაფრის ფასი არ აქვს. ალბათ ეს არის კიდევ ერთი შეცდომა, რასაც მანიფესტაციის დროს უშვებენ. ნებისმიერი რამის წარმოსახვა უნდა იყოს გაჯერებული ემოციით. თუ გვინდა რომ ამ წარმოსახვამ გამოვლინება ჰპოვოს ობიექტურ სამყაროში და არ დარჩეს მხოლოდ გონებაში. თუ ჩვენ ვისწავლით სურვილის გაჯერებას გრძნობებითა და ემოციებით, ეს სურვილი იმაზე სწრაფად აგვიხდება, ვიდრე ჩვენ გვგონია. და როგორ უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს, როგორ უნდა გავავარჯიშოთ გონება ისე, რომ ჩვენი ყველა ვიზუალიზაცია ობიექტურ სამყაროში გამოვლინდეს. მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშის გზით. როგორც ფიზიკურ სხეულს სჭირდება ვარჯიში, ასევე ტვინს სჭირდება სავარჯიშოები იმისთვის, რომ უფრო გაძლიერდეს და მეტად განვითარდეს. და ზუსტად მოვიდა დრო, რომ წავიკითხოთ რიგით მეოთხე სავარჯიშო, რომელსაც ვასრულებთ ერთი კვირის განმავლობაში, ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ადგილზე. ესე იგი, ვჯდებით, ხუჭავთ თვალებს, ვადუნებთ მთელ სხეულს და შემდეგ უნდა გავიხსენოთ რომელიმე ემოცია, რომელიმე ნეგატიური მოგონება, რამაც ჩვენ ძალიან დაგვაზიანა, გვატკინა ან დაგვაზარალა. როდესაც გაიხსენებთ ამ მოგონებას, როგორც უკვე მომხდარ ფაქტს, შეხედეთ მას შორიდან. ანუ დაინახეთ თქვენი თავი და ის სიტუაცია, რაც მოხდა, ოღონდ შორიდან, ზემოდან დახედეთ. შეაფასეთ საკუთარი თავიც, რომ გეტკინათ, რომ გაბრაზდით, რომ არ იყავით ამის ღირსი, რომ არასწორად მოგეხსნენ და ასე შემდეგ. კონკრეტულ სიტუაციაში იქნება განსხვავებული, ხო? შემდეგ თითქოს აი ეს მოგონება რაღაცა შავ პარკში ან რაღაცა ყუთში მოათავსეთ და ძალიან შორს მოისროლეთ. ან კიდევ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თითქოს ეს თქვენი ნეგატიური მოგონებები და მდგომარეობები, რაც გქონდათ, თქვენ სხეულზე არის რაღაცნაირი შავი
პლასტელინივით მიკრული და აი ესე მოიგლიჯეთ და აზრობრივად გადააგდეთ სადღაც შორს. ამ სავარჯიშოში გადაგდება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ყველა განსაცდელის დანახვა მესამე თვალიდან, ანუ შორიდან, როდესაც აფასებთ იმ მომხდარ სიტუაციას, შემდეგ ფუთავთ და სადღაც შორს მოისვლით. როგორც ავტორმა თქვა, პირველ ჯერზე შეიძლება არ გამოგივიდეთ, შეიძლება ცოტა სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს მიზეზი იმისთვის, რომ წიგნს სკეპტიკურად შეხედოს, მაგრამ ეს წიგნი და ეს სისტემა მილიონობით ადამიანს დაეხმარა. ხო და თქვენი რა იკარგება? სცადეთ მხოლოდ და მხოლოდ 15 წუთი. 7 დღის განმავლობაში შეასრულეთ ეს სავარჯიშო და კომენტარებში დამეწერეთ, როგორი შედეგები გქონდათ. დღეისთვის სულ ეს იყო და სულდა რიგით მეოთხე გაკვეთილი. ძალიან გამახარებთ თუ გააზიარებთ ჩვენ ვიდეოს, დაწერთ კომენტარებს იმისთვის, რომ არხი გახდეს უფრო პოპულარული. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის, ჩემთან ყოფნისთვის და განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც სავარჯიშოებს ასრულებს.